86 ქვეყანაზე მეტი არის მონიშნული ამ რუკაზე. ყველა ამ ქვეყნიდან პაციენტები ნამყოფები არიან საქართველოში და ჩვენს ქვეყანაში არის ერთადერთი ბაქტერიოფაგის კვლევითი ცენტრი. ფაგი არის ცოცხალი არსება, რომელიც იკვებება ცუდი ბაქტერიებით. დიდი პროცენტი პაციენტების უცხოეთიდან მოდიოდნენ იმ შემთხვევაში, როდესაც ანტიბიოტიკი მათზე უკვე აღარ მუშაობდა. და წარმოიდგინეთ, რომ ამ პაციენტებს მოვლილი აქვთ ყველაფერი, გაკეთებული აქვთ, ჩატარებული აქვთ ყველანაირი მკურნალობა და ფაქტიურად იმათთვის ვართ ხოლმე ბოლო იმედი. მაგალითად, ყველაზე ხშირად მოგვართავენ საშარდე სისტემის დაავადებებით. ჭრილობების ინფექციები გვაქვს ძალიან წარმატებული. ასევე ძალიან ბევრი ყავს ყელყურცხვირის დაავადებები. ძირითადად ვიღებთ ხოლმე ნაცხს, რომ ზუსტად ავიღოთ. აი, ჭრილობის შემთხვევაში ჭრილობიდან ვიღებთ თქვათ ნაცხს, ხო? ანუ იქიდან გამომდინარე რა დაავადება აქვს, ვიღებთ ხოლმე შესაბამის ნაცხს, ვარკვევთ, რამდენად ჩვენი ფაგები, ჩვენ გვაქვს 6 ფაგი და აი ვიწყებთ ხოლმე პირველ რიგში ვტესტავთ აი ამ ფაგებთან გრძნობელობას. და თუ ნახავთ, რომ რომელიმე ამ უკვე არსებული შექმნილი ფაგური პრეპარატიდან გრძნობელობა არის, ვიწყებთ ხოლმე იმ პრეპარატით მკურნალობას.